საქართველოში, რომელიც ღვინის ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანაა, ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ვისკის კულტურას. თბილისმა და ბათუმმა უკვე რამდენჯერმე წარმატებულად უმასპინძლა ვისკის ფესტივალს და კალენდარზე ახალი თარიღიც უკვე მონიშნულია. წელს პირველად ფესტივალს დაემატება პრემიუმ ხაზის ღვინოებით, თავად ღონისძიებაზე კი მსოფლიოში ცნობილი ბრენდ ამბასადორები და ინდუსტრიის პროფესიონალები მოიყრიან თავს. უფრო კონკრეტულად რა სიახლეებით ხვდებიან ორგანიზატორები ვისკის ფესტივალს. წელს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ვლადიმერ თიბილაშვილი, თბილისის ვისკის ფესტივალის დამფუძნებელია ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. წელს როდის იმართება, რას ველით და რით იქნება გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი წინა ფესტივალებისგან? აქ ძალიან მე აუცილებლად ვისაუბროთ თვითონ ვისკის ნაწილზეც, როგორც რამდენად მოახერხა ამ ბრენდმა ამ მიმართულებამ დამკვიდრება იმ ქვეყანაში, სადაც ღვინო პრაქტიკულად კულტის დონეზეა, ხო? აყვანი შესაბამისად. კი ბატონო. სწორედ ამიტომა საინტერესო რამდენად მოხერხდა, რომ ვისკის მიმართულებასაც თავისი რაღაც ერთგვარი ნიშა ქონოდა. ამიტომ დავიწყოთ ჯერ ფესტივალის ნაწილი და მერე გავაგრძელოთ საუბარი უკვე თვითონ ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივაზე. სულ რამოდენიმე დღეში თბილისი გარდაიქცევა ვისკის კულტურის ჰაბად. 16-17 მაისს გაიმართება ფესტივალი, ეხლა უკვე ახალ ლოკაციაზე, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. სადაც დაახლოებით 100 სტენდი იქნება უკვე სხვა ფესტივალებიდან განსხვავებით გავიზარდეთ. მოგეხსენებათ პირველ ფესტივალზე სულ 35 სტენდი იყო. როგორც გითხარით 100 სტენდი იქნება. ეხლა მონაწილეობენ უცხოური კომპანიები. საქართველოს ბაზარზე ოპერირებს ბევრი კომპანია, ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის უკვე განსხვავებული ვისკები საქართველოში, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ახალი ბაზრის მოძიებაში, ჩვენ რეგიონში შემოსვლაზე და დაგვიკავშირდნენ, უნდათ მონაწილეობა და მიიღებენ მონაწილეობას. აქეთ ძალიან საინტერესო ხარ იმის გათვალისწინებით, რომ დავუშვათ ეს იმართება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროს ქსელში, ხო? შესაბამისად ეს გარკვეულწილად არის პოპულარიზაციის და ამ ფესტივალის მნიშვნელობისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა იმავდროულად რამდენად ექნება საშუალება ვისკის ყველა მოყვარულს, ვისაც ეს მიმართულება აინტერესებს, დავუშვათ მიიღოს ამ ფესტივალში მონაწილეობა, იმიტომ რომ წინა წლების გათვალისწინებით წინა წლებში თითქოს უფრო მასობრივი ხასიათი იყო. წელს ეს ფაქტორი როგორ იქნება და დავუშვათ რამდენად იქნება ეს მასობრივი? მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, პრემიუმ კლასის ადგილზე იმართება ეხა ფესტივალი, ფესტივალის თვითონ ფორმატიც გაზრდილია, როგორც გითხარით, სტენდებიც გაზრდილია, ჩვენ ბილეთის ღირებულება არ შევცვალეთ, ასე რომ ვისაც უნდა ჩვენ ფესტივალზე დასწრება, ვისაც უნდა ამ კულტურას გაეცნოს და პლუს ვისაც უნდა მასტერკლასებს დაესწროს და ამ ცნობილ ბრენდ ამბასადორებთან პირადი შეხება კონდეს, ყველა შეუძლია მოვიდეს, მობრძანდეს დაესწროს ჩვენ ფესტივალს. წინა გამოცდილება როგორია? დავუშვათ იგივე თუნდაც მასტერკლასების ნაწილმა რამდენად შედეგიანად იმუშავა და ქონდა თუ არა დავუშვათ მერე უკვე გაგრძელება აი ამ ურთიერთობებს, რომელიც ამ კონკრეტულ ფესტივალზე დაიწყო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოთხოვნაა ეხლაც. დაახლოებით 1 კვირის უკან დაიდო ონლაინ მასტერკლასის ბილეთები და ძალიან დიდი მოთხოვნაა. უშუალო კონტაქტი უყვარს ყველას, ვისკის მოყვარულსაც და არა მოყვარულსაც. ისინი პირადად ესაუბრებიან, იგებენ ბრენდის ისტორიას და რა თქმა უნდა, აგემოვნებენ იმ ვისკს, რასაც საუბრობენ. შეძლო ვისკიმ და აი ამ მიმართულებამ საქართველოში თავისი ადგილი ეპოვა? რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც აღნიშნეთ დასაწყისში, ღვინის კულტურის ქვეყანაა, მაგრამ ფართოვდება და უფრო დიდ პოზიციებზე გავდივართ მაღალ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მხრიდანაც, როგორც ჩვენი ქვეყანა და ასევე კულტურაც მაღლდება, მოსახლეობაშიც მაღლდება კულტურა და უფრო მეტად ეცნობა, უფრო მეტად ქართული მომხმარებელიც ამ აი განვითარების პერსპექტივას როგორ ხედავთ? ჩვენ უყურებთ ამას, ჩვენი კლუბების, დახურული კლუბების საშუალებით და როგორც გითხარით, ეს კულტურა უკვე ძალიან მაღალ დონეზეა, რომ გადავხედოთ, თქვა 5 წლის უკან რა ხდებოდა საქართველოში. ადგილობრივ წარმოებას რაც შეეხება, მე ვხვდები, რომ მცირედი დოზით არის, რამდენად აქვთ დავუშვათ ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს ინტერესი, რომ დავუშვათ ვისკის მიმართულებითაც ვისკიც გამოუშვან?
ფაქტიურად ორი კომპანია, რომელიც რეალურად ვისკის აწარმოებს საქართველოში, ერთი ყოველთვის მონაწილეობს, წელსაც მონაწილეა ჩვენი ფესტივალის, რომელიც უკვე ცნობილია მთელ მსოფლიოში, აღმოსავლეთის ბაზარზეც, აგრეთვე ევროპაშიც, გაყიდვებშიც ძალიან მოძლიერდა, ესე ვთქვათ, და იზრდება ყოველწლიურად. ექსპორტის მაჩვენებელიც იზრდება? კი, რა თქმა უნდა. და მაგალითად ადგილობრივ ბაზარი რომ შევაფასოთ, იმპორტირებული თუ ადგილობრივი ვისკი, დავუშვათ ვისკის მოყვარული რომელს ირჩევს? რა თქმა უნდა. და რამდენად გვაქვს კარგი არჩევანი ამ ნაწილში? ძალიან დიდი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, იმპორტირებული ვისკიზე. და არჩევანიც ძალიან დიდია, როგორც თქვით, სულ ორი კომპანიაა ქართული რეალურად, ვინც დაინტერესდა და მართლა ვისკის აწარმოებს. ამიტომ ჯერ პროცენტულად რო შევადაროთ, იმპორტირებული ძალიან აჭარბებს ადგილობრივ. ანუ პერსპექტივა აქვს? პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს, რა თქმა უნდა, ქართული, როგორც თქვით, ქართული წარმოებაც იზრდება. ვაკეთებთ მაგის პოპულარიზაციას, ჩვენ ვართ მაგისთვის, რომ პირველი რასაც უნდა დაუჭიროთ ხარი, რომ განვითარდეს ქართული ვისკის ინდუსტრია. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ამ ტიპის ფესტივალებს ყველა სხვა ფაქტორთან ერთად აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ტურისტული თვალსაზრისით. მაგალითად, იგივე სხვადასხვა ლუდის ფესტივალები, რომელიც იმართება თუნდაც იგივე ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილებად არის მიჩნეული. ამ შემთხვევაში აი ამ ნაწილში ტურისტული თვალსაზრისით შეძლო წინა ფესტივალებიდან გამომდინარე ამ მიმართულებამ პოპულარიზაცია ტურისტებში? ჩვენ რასაც ვხედავთ, ეხლა რასაც უყურებთ, ჩვენი სოციალური ქსელებით დაინტერესებას იზრდება ტურისტების ნაწილიც. ამას ფესტივალის მერე უფრო დავინახავთ ეს დასწრების მხრივ როგორ იქნება, მაგრამ თავარი რაც არის, ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, ჩამოყავს ეს ვისკის ცნობილი ექსპერტები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, დაახლოებით 10 ადამიანამდე იქნება წარმოდგენილი ჩვენთან მასტერკლასებით ბურკაი ადალიგი, ერთ-ერთი ცნობილი ვისკის ექსპერტი, მწერალი, რომლის წიგნებაც მაგალითად 2025-ში 3 პრიზი მოიპოვეს, როგორც ვისკის საუკეთესო წიგნები და როგორც დისტილერიის საუკეთესო წიგნები. ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ყოველთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ბუნებრივი უკვე ფესტივალსაც გავაშუქებთ ბიზნეს პარტნიორი ვლადიმერ თიბილაშვილი იყო ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი.